არა ჩადებას ამ ლოზუნგით დღეს გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. პროკურატურასთან შეიკრიბნენ ყოფილი პოლიტპატიმრები, პოლიტპატიმრების მშობლები, ადვოკატები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მათი თქმით ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ეგრეთ წოდებულ ჩადების პრაქტიკას ეწინააღმდეგებიან. აქციის მონაწილეებმა ამ თემაზე კონკრეტული მაგალითებით ისაუბრეს და იმ პირების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს, რომლებიც სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სასამართლოზე ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ამ სასამართლოს პირობებშიც კი დადასტურდა რეალურად კაციასთან მიმართებაში, აბრამოვთან მიმართებაში, ახობაძესთან მიმართებაში, რომ რეალურად პოლიციამ ჩაუდო წამალი და ასე წარუდგინა ბრალი. ამავდროულად ჩემი შვილის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა წარადგინა სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოში მეგობრის წარდგინება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ზვია ცეცხლაძის სახლიდან ამოღებული ნივთები, მათ შორის მოლოტოვის კოქტეილები, არ დგინდება, რომ ზვია ცეცხლაძეს ეკუთვნოდა ეს ნივთები. აი ამ ფაქტებიდან გამომდინარე მაინც უნდა დაიჯეროთ, რომ ამ ქვეყანაში ჩადებები არის ძალიან ცუდი მავნე პრაქტიკა. არა ჩადებას ეს მოწოდება დღესაც აქტუალური არის და გამოწვეულია იმით, რომ წლების განმავლობაში არსებული მავნე პრაქტიკა დღესაც გრძელდება. მათ შორის არიან სინდისის პატიმრებიც, მაგალითად, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ 9 თვის განმავლობაში უკანონოდ და უდანაშაულოდ იყვნენ ციხეში. ასეთია ნიკა კაცია, გიორგი ახობაძე, თეთო აბრამოვი, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და ვინც ამას ახორციელებდა და ვინც ჩადება განახორციელა, ის სრულმოწმეები და ის ადამიანები არ დასჭილან. მაგალითად, ანასტასია ზინოვკინა, ანტონ ჩეჩინი და არტემ გრიბულით ამჟამადაც ციხეში იმყოფებიან უკვე წელიწადზე მეტია და მათაც სწორედ ნარკოტიკი ჩაუდეს. ჩვენთან დღეს ჩამოვიდა თელავიდან ქალბატონი, რომელიც გვეუბნება, რომ თავის შვილს იარაღი ჩაუდეს და სამართალს ვერ პოულობს. სახლში ჩაუდოთ პოლიციის გაყოფილების თანამშრომელმა იარაღი. აი, ამ მავნე პრაქტიკას ვუპირისპირდებით.